თქვენი არ იყოს მეც ბევრს ვფიქრობ ეს ბოლო 2-3 დღეა თემაზე საკითხზე რატომ აი რა მიზეზით რა საბაბით ჩაკეტა ბიზინა ივანიშვილმა და სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილმა ვიყოთ გულახდილნი ვიყოთ გულწრფელნი ერთმანეთს გავუმხილოთ ეს ჭყალებში საიდუმლო რატომ ჩაკეტა ბიზინა ივანიშვილმა ცა აბასთუმნის და არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე უფრო ფართოდ უფრო დიდი სივრცე რატომ ჩაკეტა ახლა თქვენ რომ დააკვირდეთ fly radars რომელსაც აქვს სხვათა შორის შესაძლებლობა რომ გაჩვენოთ არა მხოლოდ დღევანდელი მონაცემები არამედ ასე მაგალითად 5-7 დღის წინანდელი მონაცემები 1 თვის წინანდელი მონაცემები რა გადაფრენები არა ჩიტებისა არამედ რკინის ჩიტებისა თვითფრინავებისა იყო საქართველოს ცის თავზე და დღევანდელს რომ დაადაროთ ნახავთ აღმოაჩენთ რომ დღეს უკვე ამგვარი ვითარებაა უფრო სამხრეთისკენ უფრო სომხეთისკენ თურქეთის აღმოსავლეთისკენ მიფრინავენ თვითფრინავები და შესაბამისად საქართველოს კერძო ბიზნესის წარმომადგენლები და მათ შორის ბიუჯეტის ბევრ და ბევრ თანხას ბევრ და ბევრ მილიონ ლარს კარგავს ამის შედეგად და კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა რა არის საფუძველთა საფუძველი რატომაც სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილმა მიიღო ცის აბასთუმნის და არა მხოლოდ აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჩემეული თეორია გულახდილად გეტყვით იმის თაობაზე რომ ბიზინა ივანიშვილს ეშინია რომ ციდან მას კოსმოსიდან თუ სიდან მას დაესხმებიან თავს და ეს ფობია აქვს ეს პარანოია აქვს ასეა დამფრთხალი აკანკალებული შეშინებული ეს თეორია სწორია განა არა მაგრამ მეორე მხრივ რომ დაფიქრდები თუ რამ საღი აზრის შერჩენია ოლიგარქს კარგად უნდა ხვდებოდეს თავადაც რომ სამოქალაქო თვითფრინავი მას თავს არ დაესხმება ხოლო სამხედრო თვითფრინავი თუ ვინმეს მოუნდა მაინც და მაინც არც არავის არ მოუნდება მაგრამ თუ მაინც და მაინც მოუნდება აბასთუმნის მისი რეზიდენციის დაბომბვა ცა ჩაკეტილი იქნება თუ არ იქნება ჩაკეტილი როგორმე ახლა მიაღწევს აბასთუმნის მის რეზიდენციამდე არც უნდა შეფრენა ამ სივრცეში სამხედრო თვითფრინავს შეუძლია პირობითად ვლაპარაკობ თბილისიდან უფრო შორიდან რასაკვირველია კავკასიონის ქედ გადაღმა სივრციდან ნებისმიერი სივრციდან სადაც საღია ან სულაც არ არის ესეც საჭირო იქიდან გაუშვას დაუშინოს რაკეტა და პირდაპირ შიგ გულშიო ასე რომ ამბობენ შიგ წერტილში მოარტყას ამიტომ კი სწორია რომ ბიზნესს აქვს ეს ფობიები შიშები დამფრთხალი აკანკალებულია მაგრამ არ ამგონია რომ სატრანსპორტო თვითფრინავი მეორე მხრივ სატრანსპორტო თვითფრინავის ან სამოქალაქო თვითფრინავის ჩამოვარდნისა თუ იქიდან იერიშებისა ეშინოდეს მას კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა რა ახირება რომ მაინც და მაინც აბასთუმნის და უფრო ფართოდ თავზეცა იყოს ჩაკეტილი და თვითფრინავები არ დაფრინავდნენ გამონაბოლქვი აწუხებს ცხადია არა აბასთუმნის უღრანებში გამაგრებულ ბიზინა ივანიშვილს ბუნებრივია რომ აქვს არა მხოლოდ ცოტა არამედ ჭარბი ჟანგბადის იქ არაჩვეულებრივი გარემოა და როგორმე ანეიტრალებს ის არაჩვეულებრივი გარემო წიწვოვანი ხეები მათ შორის იმ გამონაბოლქვს რომელიც 2800 თუ 3900 თუ 4700 მეტრზეა მისი ზედაპირიდან ანუ აბასთუმნის ზედაპირიდან ანუ მისი სასახლიდან ხმაური აწუხებს მე გეტყვით რომ არც ხმაური აწუხებს მაღალი ალბათობით იმიტომ რომ ხმა კოსმოსიდან არა მაგრამ აი ამ სიმაღლიდან აბასთუმნის უღრანებში გამაგრებულებამდე არ აღწევს ანუ არც ბიზინა ივანიშვილის ყურს ესმის ხმა თვითფრინავისა სამოქალაქო ასე მაგალითად თვითფრინავისა არც მის შვილიშვილებს რომლებსაც ცხადია ჯანმრთელობას და კარგ ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებთ შვილებსაც თეორია იმის თაობაზე კიდევ ერთი თეორია რომ ბიზინა ივანიშვილს უნდა
რომ აბასთუმნის ობსერვატორიის ტელესკოპიდან აკვირდებოდნენ, მართლაც აკვირდებოდნენ კოსმოსს. ეს თეორია მეორე მხრივ შესაძლოა სწორიც არის. ბიზნამ უბრალოდ არ იცის და ფეხებზე ხიდია, რომ სოფლიოში არსებობს ათეულობით ობსერვატორია, რომელიც გაცილებით უკეთ აკვირდება, უკეთესი მოწყობილობები აქვს, უკეთესი ტელესკოპები აქვს კოსმოსს და შესაბამისთან ინტენსიურად და შესაბამისად აქვთ უკეთესი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა. აბასთუმნის ობსერვატორია და მისი თუნდაც ახლანდელი ტელესკოპი, თუნდაც ახლა შეძენილი 2023-ში თუ არ ვცდები, კარგია განა არა, მაგრამ კარგია ჩვენს მასშტაბებში. თავის დროზე რა ტელესკოპიც იყო, რომელიც წყობრიდან არის გამოსული, რამდენადაც ვიცი. ის ტელესკოპი იყო ადეკვატური მაშინდელი მსოფლიოსათვის. მნიშვნელოვანი დაკვირვებები ხდებოდა აბასთუმნის ობსერვატორიდან, მაგრამ განვითარდა ამასობაში მსოფლიო. და თუ აღარ მახსოვს ახლა სიმართლე გითხრათ, შემიძლია მოვიზიო, თუ ჩვენი ტელესკოპი არის პირობითი ერთეული, ავიღოთ ერთი ხარისხისა, მსოფლიოში არსებობს ტელესკოპები და ობსერვატორიები, რომლებსაც აქვთ ხარისხი 100 და 100 ბუნებრივია 100-ჯერ მეტია ერთზე, ანუ 100-ჯერ უკეთესად, 100-ჯერ ინტენსიურად, 100-ჯერ კვალიფიციურად, 100-ჯერ, რა ვიცი, კიდე რა უნდა ვიხმარო, 100-ჯერ მეტად აკვირდებიან კოსმოსს იმ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული განფენილი ტელესკოპები და ობსერვატორიები. აქედან გამომდინარე, ეს თეორიაც თითქოს სწორია, მაგრამ არა. მეორე მხრივ არ უნდა იყოს სწორი. ბიზნა ივანიშვილს უბრალოდ არ აქვს შესაბამის სხვა სახელმწიფოებში ტელესკოპების ან ობსერვატორიების, უფრო ზუსტი რომ ვიყო, თანამშრომლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ეს ხომ ფაქტია. აი აქაურ მეცნიერებს, რომლებსაც ათხოვნინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, უფრო ზუსტი რომ ვიყო, მთავრობისათვის რომ იქნება და როგორმე ჩაკეტოთ წაო და ბიზნა ივანიშვილმა ათხოვნინა. მათთან ურთიერთობა ბიზნა ივანიშვილს რასაკვირველი აქვს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შესაძლოა კავშირში არის ამ ცრუ მეცნიერთან, ალეკო სინცაძესთან, რომელიც ბიზნა ივანიშვილის ფავორიტი მეცნიერად წოდებულია, რომელიც ლაპარაკობს ასტროლინგვისტიკაზე, ასტროარქეოლოგიაზე, ასტრო რაღაცაზე და ასე შემდეგ და ბიზნაც ენერგიებს, მისეული გაგებით ყოველ შემთხვევაში, ენერგიებს იღებს კოსმოსიდან, მე ხა რაღაც თეორიას ვაყალიბებ, გზა და გზა, ენერგიებს იღებს რა. ალეკო სინცაძე ეუბნება, რომ თუ კოსმოსი კი არა წაიქნება თავისუფალი თვითმფრინავებისაგან, მეტ ენერგიას მიიღებს შენო. არა მარტო ხეებს უნდა ჩაეხუტო, რასაც მაღალი ალბათობით ალეკო სინცაძე ან ვინმე მსგავსი ეუბნება, იქვე აბასთუმანშიო. არამედ ზემოდანო, აი ციდანაც ზეირო, მეტი იცოცხლო, მეტი ენერგია უნდა მიიღო. ალბათ ამ გიჟურ თეორიაშია ბიზნა ივანიშვილი. ალბათ და თვითმფრინავები მისეული წარმოდგენით ხელს უშლიან, არ ვაჭარბებ. ეს ყველაზე უფრო დამაჯერებელი ვერსია მგონია. ხელს უშლიან თუ ხელს უშლის თვითმფრინავები, რომ ეს ენერგია ციდან, ზეციდან, კოსმოსიდან, ღმერთიდან, რა ვიცი, ირმის ნახტომიდან მიიღოს. ასე გონია ალბათ. აქვე არ გამოურიცხავ ერთ ამბავსაც, აქ უბრალოდ რაღაც ეს შეთქმულებითი გიჟური თეორია, მე ვადასტურებ ამ თავით. ზაზა შათირიშვილმა თქვა სხვა თემაზეა. ზაზა შათირიშვილმა თქვა, მისმა კარის ფილოსოფოსმა, რომ პრეზიდენტი ტრამპი 2028 წელს არჩევნებს სულაც არ ჩაატარებს ჩემი ვერსიით. ისო იმპერატორი იქნებაო. რადიო იმედის თუ არ ვცდები ეთერში თქვა, ეს ან შესაძლოა რომელიმე სხვა პროპაგანდისტური არხისა. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ იმ არხის ეთერიდან თქვა, ეთერში წარმოთქვა ეს სიტყვები, რომელიც ბიზნა ივანიშვილს ემსახურება. ესო ჩემი თეორიაო, ჩემი შეთქმულების თეორიაო, იმპერატორი იქნება დონალდ ტრამპიო. კავშირში არ არის ეს ყველაფერი რასაკვირველია ბიზნა ივანიშვილთან, მაგრამ თუ ზაზა შათირიშვილს კარის ფილოსოფოსს აქვს ამგვარი გიჟური აზრების, გამოფრქვევის, ამოფრქვევის და საზოგადოებისათვის გაცნობის უფლება, თქვენ ისნებართვით თლად ჯეროვნად ვერ გავეჯიბრები ზაზაია შათირიშვილს, მაგრამ მე შემოგთავაზებთ ერთ გიჟურ თეორიას. ამ ტელესკოპით, რომელიც აბასთუმანშია და რომლის შეძენაშიც როგორც ჩანს ბიზნა ივანიშვილმა დიდი წვლილი დაიდო, ეს მეცნიერები, ფსევდო მეცნიერები, რომლებიც ვითომ და ისინი სთხოვდნენ
მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს რომ გახსედით საკი და გახსედით კი არა ჩაკეტეთ ცა და თვითმფრინავება არ იფრინონო თუ გახსედით ცაო რა მნიშვნელობა აქვს რომელ სიტყვას ვიხმარ მოკლედ თვითმფრინავებისაგან გაანთავისუფლეთო და რაზეც რაც დაუკმაყოფილდა ერაკლი გობახიძემ ეს მეცნიერები ბიზინა ივანიშვილს ეუბნებიან რომ აი ციური სხეულები არსებობს ვარსკვლავები კომეტები პლანეტები რაღაცეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენი ობსერვატორია მზად არის აღმოაჩინოს მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ ერთი პლანეტა რომელიც სახელადებული არ არის მის გიჟურ თეორიას არ ვითარებ არ კაბათო ფარგი კაბათებით არ უარყოფ ერთი პლანეტა რომელიც სახელადებული არ არის მსოფლიო მეცნიერების მიერ NASA-ს მიერ ან რა ვიცი სხვა ობსერვატორიების სხვა ასტრონომების მიერ ერთ პლანეტას აღმოვაჩენთ და ამ პლანეტას აი რომელსაც აღმოვაჩენთ რამე წერტილი ავიღოთ რა ვიცი მაჩვენეთ რამე ერთ პლანეტას აღმოვაჩენთ აი ამას აი ამ თანავარსკვლავედში აი ამას კონკრეტულად აი ამას ან ამას აი ეს კონკრეტულად მომაძრობინებთ ხა მაინც და მაინც ამ რა ქვია ამას ინგა ბისერი ხო ბისერს თუ რაც არის კვერცხი როგორც არის გაკეთებული რითიც არის გაკეთებული და აი ამ კონკრეტულ პლანეტას შეგიძლიათ დაარქვათ რაც გინდათ და ბიზინა ივანიშვილს ამ გიჟური თეორიის თანახმად არ უარყოფ უნდა რომ რომელიმე ახლად აღმოჩენილ პლანეტას აი ეს კარგი დამპიპოვე რომელიმე კარგ ახლად აღმოჩენილ პლანეტას ჩანს თუ არა არ ვიცი აი ამას მთელ კოსმოსში როა ერთი და ერთადერთი და განუმეორებელი სადღაც რა ვიცი მილიარდი სინათლის წლის იქით მიღმა დაარქვას პლანეტა ჩემი ეკა აი ის ეკა ჩემი ეკა მისი ეკა რომელიც მისი ეკა ხო გვერდზე ყავს მაგრამ არ არის საკმარისი ეს კვლავ ვიმეორებ არის გიჟური თეორია არ გავამბობ რომ ეს ნამდვილად ასეა მაგრამ თუ ზაზა შათიაშვილს აქვს გიჟური თეორიების ამოფრქვევისა და საზოგადოებისთვის გაცნობის ამასთან მეინსტრიმ მედიით გაცნობის უფლება შესაძლებლობა მე სამ გიჟურ თეორიას გთავაზობ აბა ხალხნო სხვა რა საჭიროება იყო რომ საქართველოს ბიუჯეტს დაეკარგა ამდენი და ამდენი 10 მილიონი ლარი რა საჭიროება იყო მართლა მეცნიერებმა ხო არ სთხოვეს თან უმრავლეს შემთხვევაში ფსევდო მეცნიერებმა რომ თვითმფრინავებისაგან განთავისუფლდეს აბასთუმნის თავზე და უფრო ფართოდ სად არიან ეს მეცნიერები სხვა თუ არაფერი ვიკითხოთ აი სად არიან გაგვაცნონ დაგვისაბუთონ ეს ხო პატარა საქმე არ არის ეს ხო ცის პრიხვატიზაციაზეა საუბარი ცის საქართველოს თავზე არსებული ცის ცოტა მეცნიერება მაგრამ მაინც ნაწილის პრიხვატიზაცია ოკუპაციაზე პრიხვატიზაციაც არასწორი სიტყვა ცის ოკუპაცია მოახდინა ბიზინა ივანიშვილმა ამასთან ეს მეცნიერები არ გამოდიან და ბიზინა ივანიშვილის მცველები ადვოკატები გამოდიან სწორედ არ ვიცი აი ეს ზაზა შათირიშვილები შალვა რამიშვილები კიდევ ვიღაცები რომლებიც ამბობენ რომ ბიზინა ივანიშვილმა ააშენა აბასთუმანი რა მნიშვნელობა აქვს ბიზინა ივანიშვილმა აბასთუმანი ააშენა თუ დააშენა გზა გაიყვანა თუ არ გაიყვანა ჯერ ერთი 250 მილიონი სახელმწიფომ დახარჯა კარგი იქნა კაცო ბიზინა ივანიშვილმაც კარგი იქნა თქვათ კი არა ნამდვილად კარგია რომ ერთი სასტუმრო უგულავასი მეორე სასტუმრო პაპაშვილისა შენდება თუ არ ვწდები უკვე არაჩვეულებრივი გარემოა აბასთუმანში ეს იქნება ტურისტული ცენტრი ოკეი დავიჯეროთ რომ ეს იქნება ტურისტული ცენტრი ოკეი ვილაპარაკოთ იმაზე რომ აქ ჩამოვლენ უცხო ელები და დახარჯავენ ამდენ და ამდენ ფულს ეს იქნება მნიშვნელოვანი მსოფლიო არ ვამბობ რომ კავკასიის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრი ხო გავიგეთ ეს ყველაფერი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასეა თუ არა ეს ხომ არ აძლევს ბიზინა ივანიშვილს ან ნებისმიერ ერთ კონკრეტულ პირს ცის ოკუპაციის უფლებას რაღაცა გზა გაიყვანა სასტუმრო ააშენა რაღაცა ინვესტიციები განახორციელა და ასე შემდეგ ყველაფრის უფლებას ხომ არ აძლევს ბიზინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი ბიზინა ივანიშვილს 3 მილიარდი თუ 4 მილიარდი ახარჯული ინტელიგენციაზე არ ვუწოდებთ ინტელიგენციას იყოს ინტელიგენცია კი ბატონო მაგრამ ეს ხომ არ აძლევს მას უფლებას რომ ყველაფერი მიისაკ ან რამე მიისაკუთროს და მით უმეტეს ყველაფერი და მით უმეტეს ცა აგრეთვე ცა თუ მაინც და მაინც ხოვნის გათვალისწინებაზეა საქართველოში არსებობენ რა ვიცი სხვადასხვა დაავადებულ მოქალაქეთა მშობლები ან ოჯახის წევრები რომლებიც ევედრებიან ბიზინა ივანიშვილს და საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას
ეხვეწებიან პარლამენტთან თუ კანცელარიასთან მართავენ აქციებს სხვადასხვა დაავადებულებით. მათ შორის დაავადებულების მშობლები და ოჯახის წევრები. და თუ ისინი სთხოვენ რომ აი ესა და ეს წამალი, ესა და ეს პრეპარატი, ესა და ეს რაღაცა საშუალება იყოს შემოტანილი საქართველოში, ან იყოს სახელმწიფო სუბსიდიაზე, ან სახელმწიფო მანაზღაურას თავიდან ბოლომდე, ან დაურიგდეთ, ან ასე შემდეგ, ასახელებენ რაოდენობას, ასახელებენ რიცხვებს და ასე შემდეგ ეს დაუჯდება სახელმწიფოს ამდენი და თუ თხოვნაზეა, პირველ ყოვლისა რა აბას თუმნისცა და რა პლანეტა ჩემი ეკა. თუნდაც პატივისცემა გაუწნო ხვედელიძეს. მაშინ ესენი უნდა დაფინანსდნენ. არიან პატიმრები და პატიმრების მშობლები, რომლებიც არ სთხოვენ, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ სთხოვენ, არამედ ითხოვენ, რომ განთავისუფლდნენ პატიმრების სინდისის პატიმრები. მათი გაგებით კი ობიექტურადაც, მაგრამ თქვენ ისე ახლა ასე ვიტყვი. მათი გაგებით, მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები არიან სინდისის პატიმრები. რა პლანეტა ჩემი ეკა უტყდა ამ ოჯახაშენებულს, ივანიშვილს. აიღოს და დაათავისუფლებინოს მიხეილ ყაველაშვილს, როგორც მეცნიერებს დააწერინა რაღაც, ყაველაშვილსაც დააწერინოს, აქამდე უნდა დაეწერინებინა შეწყალების აქტი, მაგრამ ეს არ ქნა. იმიტომ რომ ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნია. სხვა ვერსია იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავებისათვის, სატრანსპორტო და სამგზავრო თვითმფრინავებისათვის, არა მხოლოდ თბილისიდან აფრენელებისათვის, არამედ ტოკიოდან აფრენელებისათვის, რომლებიც მიფრინავენ პირობითად, მადრიდში. ჩაიკეტოს ეს სივრცე და შესაბამისად კომპანიებმაც და სახელმწიფომაც დაკარგოს ბევრი და ბევრი შემოსავალი, უბრალოდ არ არსებობს. შესაძლოა კვლავ ვიმეორებ, ეშინია უსაფრთხოების შემორღებევისა და ხგონია რომ გადურჩება რაღაც შეტევებს კოსმოსიდან თუ ციდან. ეს ვერ იხსნის. აქვე ვეტყვი, ბოდიში, ვერც პლანეტა ჩემი ეკა იხსნის. გულახდილად გეტყვით, თუ მაინც და მაინც ეს მოხდა და ვერც კოსმოსიდან შემოტევების თუ ციდან შემოტევების პრევენცია ვერ იქნება, არ იქნება ცის ჩაკეტვა. იმიტომ რომ დრონები არსებობს ბატონ ბიზინა, სხვა თუ არაფერი. Yandex.ru, Rambler.ru შეგიძლიათ დასერჩოთ დრონი, იერითი, ანუ მაგარი ითი, უნდა აკრიფოთ რუსულ ენაზე და ის ამოგიგდებ, მეტწილად მაინც ეს ვებგვერდები ამოგიგდებ რუსულ დრონებს, მაგრამ იქ შეგიძლიათ მე იქ-ეკოთ და ვაიმე რაზე ვლაპარაკობთ, აღარ შემიძლია. ხო, მოკლედ ამბავი არის ეს. ჩემი ეკას თეორია გითხარით. იმის რამის თქმა ხო არ დამავიწყდა იქ, მე მგონი არ. ძალიან სერიოზული რამ შეიძლება მოხდეს ამ ბიზინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილების გამო. მიზეზით. გავბედავ და ვიტყვი, რომ არ გამორიცხოთ, აი ყველა სიტყვაზე მიწევდი ზუსტად უნდა წარმოთქვა, არ გამორიცხოთ საერთო ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაც კი. რატომ და იმიტომ, უღარ გამახსნებინებთ ჭხილებს. პირები, რომლებიც მას იცავენ როგორც დიდ ქველმოქმედს, ჭყალების გარეშე თუნდაც, ისინი ასაკვირველია მერე ხელს დაიბანენ და ბიზინა ივანიშვილს არა, ირაკლი კობახიძეს შეაწმენდნენ ხელებს. მაგრამ რომ ვიცოდეთ მაინც, თქვენ რომ ვიცოდეთ. შეიძლება სიმედ მოუტრიალდეს ეს ქვეყანას, საზოგადოებას ქვეყანას და შესაძლოა უფრო ფართოდაც. თუ მაინც და მაინც უნდა პლანეტა ჩემი ეკას აღმოჩენა ბიზინა ივანიშვილს, მას შეუძლია დაუკავშირდეს მართლა სერიოზულ და არა აბასთუმნის დონის ობსერვატორიებს, გადაიხადოს ბევრი ფული და ალბათ ასეა და რომელიმე ციურ სხეულს დაარქვას ჩემი ეკა, ანუ ის ეკა, რომელიც გვერდზე ფლოსტებში
და ბაჩუნობს აბასთუმნის უღრანების რეზიდენციაში. ნახვამდის.